მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში დავამზადებთ ნაძვისხის სათამაშოებს მარგალიტებისგან. თუ მოგეწონებათ ვიდეო, გთხოვთ რომ დაალაიქოთ და დააკომენტაროთ. დაგვრჩირდება 8 მმ-ის ზომის მარგალიტები, 0.5 მმ-იანი ძუა და ვიღებ დაახლოებით 3 მეტრ ძუას. ძუაზე ავასხათ 5 ცალი მარგალიტი. მოვძებნოთ მეორე ბოლო და აი ამ მეხუთე მარგალიტში გამოვატაროთ. აი ასე ჯვარედინად, ორივე ბოლო ერთად დავიჭიროთ და მარგალიტი ქვემოთ ჩამოვქაჩოთ, რათა გავათანობროთ ძვის ბოლოები. ერთი მხარე დავაფიქსიროთ რაიმე საგნით, ხოლო მეორე ბოლოზე ავიღოთ 5 ცალი მარგალიტი. მეხუთე მარგალიტში იგივე ძუის ბოლო გამოვატაროთ უკან და გავაკეთოთ ასეთი ყულფი, რომელსაც ჩამოვქაჩავთ და ამოვაძვრენთ მეორე ძუის ბოლოს, მარცხენა ძუას. ამოვატარებთ აი ამ ყულფში. გავქაჩავთ და ხელის აი ესეთი მოძრაობით მარცხნივ გაგაჩვით, კვანძს დავაფიქსირებთ მარგალიტის შუაში. შემდეგ მარცხენა ძუა უნდა გავუყაროთ მეზობელ მარგალიტში. ეს არის 6 მარგალიტიანი რგოლი, როგორც ხედავთ. აი აქ კი 2 მარგალიტი უკვე გვაქვს. და გასაგრძელებლად დაგვრჩირდება, რომ მარჯვენა ძუაზე ავიღოთ კიდევ დამატებით 4 ცალი მარგალიტი. ხოლო მეოთხე მარგალიტში იგივე ძუის ბოლოს გამოვატარებთ და იგივეს გავაკეთებთ, რაც გავაკეთებთ წინა ჯერზე. ამოვატაროთ მარცხენა ძუა. და დავაფიქსიროთ კვანძი. შემდეგ ისევ მარცხენას გავატარებთ ამ მარგალიტში, რათა ახალი მწკრივი დავაკავშიროთ ძველ 5 მარგალიტიან საძირკველთან, ასე ვთქვათ. და ისევ მარჯვენაში 4 ცალი უნდა ავიღოთ. ამ მწკრივში, როგორც ხედავთ, გვაქვს 6 მარგალიტიანი წრეები. თუ თვლები შეგიძლიათ ასე დავუძახოთ. გავაკეთოთ იგივე, მეოთხე მარგალიტში გამოვატაროთ იგივე ძუა უკან და ყულფში ამოვატაროთ მარცხენა მხარე. ვაგრძელებთ იგივეს, მარცხენას გავატარებთ მეზობელ მარგალიტში. და მარჯვენა ძუაში ისევ 4 მარგალიტი. ეს იყო ბოლოს წინა, ახლა კი გავაკეთოთ ბოლო წრე, ბოლო თვალი. ამისთვის ძუა უნდა გავატაროთ ამ და ამ მარგალიტში. შედეგად კი, როგორც ხედავთ, 3 მარგალიტი უკვე ადგილზე გვაქვს და დაგვრჩა 3 მარგალიტის დამატება მარჯვენა მხარეს ისევ ავიღებთ 3 მარგალიტს ამჯერად
რომ შეიკრას 6 მარგალიტიანი წრე. მესამე მარგალიტში იგივე ზღვის ბოლოს გამოვატარებთ და ყულფში ამოვატარებთ მარცხენა მხარეს. ისევ დავაფიქსიროთ კვანძი მარგალიტის შუაში. ახლა უნდა დავიწყოთ ახალი მწკრივი. მარცხენა ძუას აი ამ მარგალიტში გავატარებ, რომ ორი წრე, ორი თვალი ერთმანეთს დაუკავშირდეს. შემდეგი მწკრივისთვის მონაცვლეობით დაგვრჭირდება 6 და 5 მარგალიტიანი წრეები, თვლები. ამიტომ გასაგრძელებლად ისევ მარჯვენა ძუით ვიწყებ, მარჯვენა ძუაზე ვიღებ 4 ცალ მარგალიტს, რადგან 2 ცალი უკვე გვაქვს ძირზე. მეოთხეში გამოვუყაროთ იგივე ძუის ბოლო და ამოვატაროთ მეორე ძუა. და დავაფიქსიროთ კვანძი. მოხსახერხებელი რომ იყოს ასე ამოვაბრუნებ. ახლა აი ამ ძუას გავატარებთ აი მეზობელ მარგალიტში. ისევ ქვედა მწკრივს რო დაუკავშირდეს და შემდეგ უკვე გვინდა რომ იყოს 5 მარგალიტიანი წრე. 2 გვაქვს უკვე. და დაგვრჭირდება 3-ის დამატება. ანუ მარცხნივ ახლა ამჯერად მარცხნივ ზედა ძუაზე ავიღებთ 3 მარგალიტს. და მეორე ძუა ამოვატაროთ ყულფში. გავაკაჩოთ და დავაფიქსიროთ. შემდეგ მარჯვენას გავყრით აი აქ. და როგორც ხედავთ, აი ესე ღიად არის, ერთმანეთზე არ არის გადაბმული 2 წრე, ამიტომ ეს მარჯვენა ძუა აი აქაც უნდა გავატაროთ. და როგორც ხედავთ, 3 მარგალიტი უკვე ადგილზე გვაქვს და დამატებით დაგვრჭირდება კიდევ 3, რომ შეიკრას 6. მესამეში იგივე ძუის ბოლო, ყულფი და ამოვატაროთ მარჯვენა ქვედა ძუა. შემდეგ მარჯვენას გავატარებთ აი მხოლოდ აი აქ. ორი მარგალიტი ადგილზე გვაქვს, შესაბამისად ამჯერადაც დაგვრჭირდება 3-ის დამატება. ანუ აქ სანამ ბოლოში არ გავალთ, ვამატებთ სულ 3-3. უბრალოდ საძირკველზე ზოგჯერ გვაქვს 2, ზოგჯერ 3. და მაგის მიხედვით იცვლება ამ ჩვენ თვლებში რამდენი მარგალიტი იქნება. ამჯერად ვაატარებთ აი აქ და აქ ქვედა ძუას. მოკლედ მივდივართ ასე წრეზე 6-5-ის მონაცვლეობით.
ესეც ბოლოს წინა და დაგვრჩა ბოლო თვალი. როგორც ხედავთ, აი აქეთ მხარესაც 6-იანი გვაქვს. ესე მივყვებოდით მონაცვლეობით. აი აქეთ მხარესაც 6-იანი გვაქვს. შესაბამისად, შუაში უნდა იყოს 5-იანი. გავატაროთ ძუა ქვემოთ და შემდეგ აი აქ. და 3 ცალი ადგილზე გვაქვს და დაგვჭირდება კიდევ 2 მარგალიტის დამატება, ისევ დავამატებ მარჯვენა მხარეს. ეს მწკრივიც დასრულდა. ეს და ეს წრე ახლა უნდა დავაკავშიროთ, ამისთვის მარცხენა ძუას გავატარებთ აი ამ მარცხენა მარგალიტში და უნდა დავიწყოთ ახალი მწკრივი, ამისთვის მარჯვენა ძუაზე ამჯერად უნდა ავიღოთ 4 ცალი მარგალიტი, სულ უნდა შეიკრას 6 მარგალიტიანი წრე. ამ მწკრივზე სულ 6 მარგალიტიანი წრეები იქნება. თვლები. ეს პირველი თვალი. მარცხენა ძუა ავიღოთ და ამ 2 მარგალიტში გავატაროთ. როგორც ხედავთ, წრის 3 მარგალიტი უკვე ადგილზეა და დაგვჭირდება კიდევ 3-ის დამატება, რომ სულ შეიკრას 6. და ამ მწკრივის ბოლომდე გავაგრძელებთ იგივე 3 მარგალიტის დამატებით. და მოვედით მწკრივის ბოლოში. 4 მარგალიტში გვაქვს გაყრილი ძუა და შესაბამისად 2 ცალის დამატება დაგვჭირდება ბოლოს. ეს მწკრივიც დასრულდა და ბურთის ნახევარიც გაკეთებული გვაქვს. ახალი მწკრივის დასაწყებად მარცხენა ძუას გავუყრით აი ამ წრის ამ მარგალიტში და დავიწყებთ მარჯვენა ძუაზე ახალ მწკრივს. ამჯერადაც მონაცვლეობით გვექნება 6 მარგალიტიანი და 5 მარგალიტიანი წრეები. ავიღოთ 4 მარგალიტი და მარცხენა ძუა მოვატაროთ ყურბში. ესეც ჩვენი 6 მარგალიტიანი წრე. ახლა კი მარცხენა ძუა ამ 2 მარგალიტში გავატაროთ. სამი მარგალიტი უკვე ადგილზე გვაქვს და დამატებით დაგვჭირდება 2 ცალი, რომ სულ იყოს 5.
მარცხენა ძუა მეზობელ მარგალიტებში გავატაროთ, მეზობელ ორ მარგალიტში. რადგან გვაქვს 3 მარგალიტი უკვე ადგილზე, კიდევ დაგჭირდება 3-ის დამატება, რომ შეიკვრას 6. 6, 5, 6. აქაც მონაცვლეობით ვაკეთებთ. 6, 5, 6. შემდეგ ისევ 5-ის ჯერია. მარცხენ ძუას ორ მეზობელ მარგალიტში ვატარებთ. 3 უკვე ადგილზე გვაქვს და ვამატებთ ორ მარგალიტს მარჯვენა ძუაზე. და თითქმის წრის შეკვრის ადგილას მოვედით, აი ნახეთ, აქაც 6-ია, აქაც 6 მარგალიტი წრია. ამ 3 მარგალიტში უნდა გავატაროთ მარცხენა ძუა 1, 2 და 3. სულ, როგორც ხედავთ, არის 4 მარგალიტში გატარებული და დაგჭირდება მეხუთე 1 ცალი მარგალიტის დამატება. ეს მწკრივით შეიკრა. შემდეგ მწკრივსაც, როგორც პირველს ქონდა, ექნება 6 მარგალიტი. მარჯვენა მარგალიტში უნდა გავატაროთ მარჯვენა ძუა, მარცხენა კი მარცხენა მარგალიტში. და ძირში გვექნება 3 ცალი მარგალიტი. მარცხენა ძუა კი მარცხნივ. აი აქ. და ისე მარჯვენა ძუით გავაგრძელებ და დავამატებ 3 ცალ მარგალიტს, რომ სულ იყოს 6.
ამოვატაროთ მეორე ძუა და დავაფიქსიროთ. შემდეგ ქვედა მწკრივებს დავუკავშიროთ ძუა, მარცხენა ძუა გავატაროთ აი 1, 2, 3 მარგალიტში. ან გამოდის, რომ 4 მარგალიტი უკვე ადგილზე გვაქვს და დაგვრჩა 2-ის დამატება. მარჯვნივ დავამატოთ 2 მარგალიტი. ახლა ისევ მარცხენა ავიღოთ, მარცხენა ძუა და გავატაროთ მეზობელ 3 მარგალიტში. აი აქ და აქ. მარჯვნაზე ისევ ვიღებთ 2 ცალს. საერთო ჯამში გვექნება 6. შემდეგ შევხედოთ, ნახეთ. მარცხენა ძუა უნდა გავატაროთ ისევ 3 მარგალიტში. და ისევ დავამატოთ მარჯვენა ძუაზე 2 ცალი. ახლა კი რა ხდება? აი ამ ყველა მარგალიტში 4 მარგალიტში უნდა გავატაროთ მარცხენა ძუა. სულ გვექნება 5 და დაგჭირდება მხოლოდ 1 მარგალიტის დამატება. მარცხენა ძუაზევე ავიღე ის 1 მარგალიტი და ამოვატარე ამჯერად მარჯვენა ძუა. და ბურთი გამზადდა. შეგიძლიათ ასეთ მდგომარეობაში დატოვოთ, ან შეგიძლიათ ასეთ რაღაც გავუკეთოთ, როგორც სათამაშოებს აქვთ ხოლმე. ეს ბანტიკიც ადვილად მაგრდება შემდეგ. მოკლედ მე მიყვარს ასეთი რაღაცების გაკეთება, ასე რომ გავუგეთოთ. გავაგრძელოთ ისევ მარჯვენაზე. ავიღებთ 3 ცალ მარგალიტს. იგივე მარგალიტში გამოვატაროთ, მესამე მარგალიტში იგივე ძუა გამოვატაროთ და ამოვატაროთ მეორე ძუა. აი ასე. დავაფიქსიროთ კვანძი. აი ამ მარგალიტების გარშემო უნდა ავაშენოთ კედელი. ამ მარგალიტში გავატარებ ქვედა მარცხენა ძუას და დავამატებ მარჯვენაზე 2 ცალ მარგალიტს. ქვედა მარცხენა ძუას ვატარებ ქვედა მეზობელ მარგალიტში და მარჯვნივ ზემოთ ისევ ვამატებთ 2 მარგალიტს. ისევ ქვედა მარცხენა ძუას გავატარებთ ქვედა მეზობელ მარგალიტში. ამჯერადაც 2 დავამატოთ. და ახლა მარცხენა ძუა გავატაროთ ქვედა მეზობელ
და ზედა მარგალიტში. 3 მარგალიტი ადგილზე გვექნება და დაგვჭირდება ბოლო 1-ის დამატება შუაში. აი აქ. 1 მარგალიტი ბარემ იგივე ძუაზე აიღეთ. ესეც ასე. ახლა მარჯვენა ძუა გავატაროთ აი აქეთ, მარჯვნივ. ბარემ აქვე ავიღოთ 1 მარგალიტი. იგივე ძუის ბოლო გამოვატაროთ და ამოვატაროთ მეორე ძუა. აი, ასე დავაფიქსიროთ. ხოლო შემდეგ მარჯვენა ძუა მარჯვნივ გავატაროთ, მარცხენა ძუა კი მარცხნივ. მარცხენა ძუას აი აქაც გავატარებ. ორი ძუის ბოლო შეხვდა ერთმანეთს, ახლა კი შეგვიძლია გადავკვანძოთ ერთმანეთზე. გადავკვანძავთ ერთმანეთზე რამდენჯერმე. და მეზობელ მარგალიტში აი აქ დავმალავთ კვანძს. ესეთი გაქაჩვით დაიმალება კვანძი. შემდეგ ამ ძუის ორივე ბოლოს მეზობელ მარგალიტებში გავატარებთ რამდენჯერმე და შემდეგ მოვჭრით. ესეც ასე როგორც ხედავთ, ორივე ვარიანტი შეგიძლიათ გააკეთოთ. მე ამ ვარიანტით გავაგრძელებ. ატლასის ლენტი დაგვჭირდება, რომელსაც აი აქედან გავუყრით. და ხის ჭყირს დავიხმარებთ, რომ ამოვატაროთ მეორე მხარეს. ბოლოებს სასურველ სიგრძეზე გადავკვანძავთ. ახლა თითქმის ბოლოში მოვჭრით და სანთებელის დახმარებით მოვწვავ. შემდეგ ამ კვანძს დავმალავ მარგალიტის ქვეშ. ახლა კი ბაფთის ჯერია. ავიღოთ იგივე ლენტი, ან თქვენ როგორც მოგესურვებათ. ავიღებ. ეს არ მეყოფა. 9 მეტრის სიგრძეს ავიღებ დაახლოებით და შემდეგ ზედმეც მოვაჭრე.
და 2 თითის დახმარებით გავაკეთებთ ბანდს. ასეთი მარტივია. ბოლოებს რამ სიგრძეზეც მინდა მოვუჭრე, შემდეგ აუცილებელია რომ მოვუწვათ ანთებელი თუ არ დაიშალოს. და მარტივად სულ მცირე სილიკონის დახმარებით მივაწებებთ ჩვენს მარგალიტის სათამაშოზე. შეგიძლიათ თუ წებო არ გაქვთ არანაირი ბანტი თვითონ სათამაშოზე გამოგვანწოთ, ოდნავ განსხვავებული ბანტი გამოვა. აი, აქ დამაგრდება სილიკონის წებოთი. სულ ეს იყო მეგობრებო, მადლობა რომ მიყურეთ, იმედია მოგეწონათ ვიდეო, დაგეხმარათ. გთხოვთ მოიწონოთ, დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი. ყველას გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერ შობა ახალ წელს.